მოვსმინოთ ბატონ ვასილ პაპიაშვილს, ჰერეთის სახლის დირექტორს, რომელიც პრეზენტაციას გამართავს თემაზე აწმყო და მომავალი ჰერეთის ქართული კულტურისა. ხავთ ბატონ ვასილ. უპირველეს ყოვლისა მოგესალმებით. სასიამოვნოა რომ დღეს ჩვენ საზღვარგარეთ ცხოვრები ქართველები შევიკრიბეთ აქ და მიუხედავად იმისა რომ უკვე 7 საათის განმავლობაში მიმდინარეობს ეს ფორუმი, მაინც შემოგჩა გარკვეული ენერგია რომ ერთმანეთს მოусმინოთ და ამისი ნათელი დასტურია ის რომ ჩვენ აქ ვართ. მე მინდა მოგახსენოთ ამ შემთხვევაში ჰერეთის, ანუ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარე ძველი ისტორიული კუთხის კულტურის, ძირითადი კულტურის და შეიძლება რამდენიმე სიტყვა განათლების შესახებაც თქვა, შესახებ რამდენადაც დღევანდელ დიასპორულ ფორუმზე ეს სახელმწიფო არ იყო წარმოდგენილი და ამისთვის ვინაიდან მიუხედავად იმისა რომ არ არის ოფიციალურ დოკუმენტში ჩაწერილი ჰერეთის თემატიკა, მადლობას მოგახსენებთ რომ იქ გარეშე დავუშვით ეს საკითხი. პირველ რიგში დავიწყებ ჩემი თავის გაცნობით იმისათვის რომ იცოდეთ საერთოდ ვინ ვარ, რამდენადაც არ წერია თქვენს დღეს წესრიგში, კი ბატონო, ვასილ პაპიაშვილი გახლავართ. 2011 წელს დავაარსე ანსამბლი ჰეროლა, ჰერეთის ფოლკლორული ანსამბლი და ვიყავი 2016 წლამდე მისი ხელმძღვანელი. შემდეგ 2016 წელს დავაარსე ჰერეთის სახლი, არასამთავრობო ორგანიზაცია და მას შემდეგ კულტურულ, ანუ გავაფართოვე ერთგვარად მოღვაწეო და კულტურულ, ასევე საგანმანათლებლო და კვლევით სამეცნიერო სამუშაოებსაც ვეწევი. რაც შეეხება ანსამბლ ჰეროლას, მისი ხელმძღვანელობა გადაიბარა ბატონმა გიორგი პაპიაშვილმა, რომელიც აქ ბრძანდებოდა, მაგრამ გარკვეული გრაფიკის გამო სულ რამდენიმე ბოლო შესვენებაზე გავიდა. და კარგი იქნებოდა რომ ყოფილიყო რამდენიმე სიტყვას ისიც შეგვაწევდა ანსამბლის მოღვაწეობის შესახებ, თუმცა მე თვითონაც შევეხები ამ ანსამბლის მოღვაწეობის რამდენიმე დეტალს. ჰერეთის სახლის მოღვაწეობა პირველ რიგში აღსანიშნავია ჩვენი მიზანი კულტურული ღონისძიებების დაგეგმვისა და განხორციელების კუთხით და ამ მხრივ როგორც საქართველოში, ასევე აზერბაიჯანში ვახორციელებთ გარკვეულ ღონისძიებებს. ჩვენ ამაში ხელს გვიწყობს ის ფაქტორიც, რომ ტერიტორიულად საქართველო და აზერბაიჯანი ახლოს მდებარეობენ, ანუ მოსაზღვრე ქვეყნები არიან და გვაქვს ევროპის სხვა ქვეყნებისაგან განსხვავებით იმის უფუნება, რომ უფრო ხშირი კონტაქტი ვიქონიოთ ისტორიულ სამშობლოსთან. როგორც მოგახსენებთ, კულტურის სფეროს საკითხთა კვლევა და რეკომენდაციების შედგენა ჩვენი მუშაობის კიდევ ერთ-ერთი თემა გახლავთ. ამ მხრივ ჩვენი ყოველი მნიშვნელოვანი კვლევა, რომელსაც ვახორციელებთ, რეკომენდაციების სახით მიეწოდება იმ ორგანიზაციებს და უწყებებს, რომელთაც შესწევთ უნარი და ხელისუფლებად ამ სფეროებზე გარკვეული ზეგავლენის მოხდენა. შესაბამისად მათთან თანამშრომლობით ჩვენ გვაქვს იმის სურვილი, რომ უკეთესი მომავალი დავგეგმოთ ამ მიმართულებით, როგორიცაა კულტურის სფერო. კონკრეტულ გარკვეულ საკითხებზე კულტურის სფეროში ჰერეთში მოღვაწე დაწესებულებზე ასევე მექნება საუბარი ცოტა მოგვიანებით. აქვე მოგახსენებთ, რომ არ გავაგრძელებ ჩემს პრეზენტაციას დიდხანს, სულ რაღაც 5 გვერდი იქნება და ბევრი არ იქნება, იმისთვის რომ არ დაგხალოთ ზედმეტად ამ 7 საათის შემდეგ. კულტურის მოღვაწეთა მხარდამჭერა არის ჩვენი კიდევ ერთი მიზანი, ასევე ჩვენ გავახორციელებთ გარკვეული პროექტები და ასევე ვახორციელებთ პროექტებს, ამ მხრივ მნიშვნელოვანია
გამოვყოთ ჰერეთის სახლის ელექტრონული ბიბლიოთეკა და ჰერეთის სახლის ელექტრონული არქივი, რომელიც გარკვეული ფორმით განსხვავებულია Facebook გვერდზე და ასევე ვებ-სივრცეშიც არსებობს მისი გარკვეული ნაწილი, თუმცა ასევე იგეგმება ახალი პროექტის ფარგლებში მისი კიდევ უფრო გაფართოება და ბოლო პერიოდის მასალების დამატება. მთელი ამ მოღვაწეობის ირგვლივ აღსანიშნავია, რომ ეს მოღვაწეობა მიმდინარეობს მხოლოდ ჩვენი ორგანიზაციის საკუთარი ხარჯებითა და შემართებით და სასურველია გარკვეული მხარდაჭერა არსებობდეს სხვადასხვა მიმართულებითაც. იგივეს ვიცი, რომ გრძნობს უმეტესობა თქვენგანისა, რომლებიც ცხოვრობთ საქართველოს ფარგლებს გარეთ და თითოეული ჩვენგანი ვართ საქართველოს ასე ვთქვათ რეკლამა, საქართველოს სახე იმ ქვეყნებში, სადაც ჩვენ მუშაობთ და მოღვაწეობთ. მინდა შეგახსენოთ, უпростоროდ მინდა მოგახსენოთ რამდენიმე დაწესებულება, რომლის შესახებაც წერან თქვი, რომ აღნიშნავდი. ეს დაწესებულება გაახლავთ კახეთის რაიონის სოფელ ალიბეგლოში მდებარე ქართული თეატრი, რომლის წარმოადგენელი ბატონი კოტე ბარიხაშვილი საბედნიეროდ ამ დარბაზში გახლავთ. მადლობა. და ეს თეატრი წარმოადგენს, შეიძლება ითქვას, ერთ-ერთ ყველაზე ნათელ წერტილს ჰერეთის ქართულ კულტურაში. იმდენად რამდენადაც ეს თეატრი ფინანსდება აზერბაიჯანის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს მიერ. ამისათვის, რა თქმა უნდა, პირველ რიგში მადლობას მოახსენებ აზერბაიჯანს და აქვე ვისურვებ, რომ უფრო უკეთესი შესაძლებლობები ჰქონდეს ამ თეატრს და დაფინანსება შეეხებოდეს არა მხოლოდ ყოველთვიურ მუშაობას, არამედ მოღვაწეობას და შემოქმედებით საქმიანობასაც, რაც ჩემთვის ნიშანდობლივი გახდა მას შემდეგ, რაც ალიბეგლოს თეატრის დამდგმელ რეჟისორთან ინტერვიუ ჩავწერე საკმაოდ ვრცელი ამ ერთი თვის წინ და მარჯვენა ფოტოზე სწორედ ამ ინტერვიუს კადრს ხედავთ თქვენ. მეორე მხრივ არის სამწუხარო ნაწილიც ჰერეთის ქართულ კულტურაში. ეს ნაწილი უფრო კახშია და თქვენ ფოტოზე ხედავთ ქართული კულტურის ცენტრისა და ქართული საკონცერტო დარბაზის შენობებს, რომლებიც ჩემი აზრით მეტი კომენტარის გაკეთებას არ საჭიროებს და ისედაც ნათელია ამ ფოტოებიდან თუ რა ვითარებაში იმყოფება. ჩვენ გამოვთქვით სურვილი, რომ ეს ძეგლები იქნას აღდგენილი, მუდმივად ვართ ჩართული, ანსამბლი ჰერულა ავახსენეთ წერან, რომელიც მუდმივად არის ჩართული და ყოველწლიურ ანგარიშს აქვეყნებს ქართული კულტურის ცენტრის აღდგენის საქმეში, ანუ აღდგენის მოთხოვნის და ამ საკითხის დააყენების საქმეში გაწეული სამუშაოების შესახებ და აქ მოგახსენებთ, რომ ამ საქმიანობას ჰერეთის სახლიც თავისი შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმალურად ეწევა. წერან მოგახსენებთ, რომ ჩვენ ვატარებთ კვლევებს ამ მიმართულებით და 50 გვერდიანი კვლევა სულ ახლახანს დასრულდა ამ ორი შენობის შესახებ. ეს არის ქართული კულტურის ცენტრი და ქართული საკონცერტო დარბაზი. ეს კი ის ნათელი მხარე, რომელიც ჰერეთის ქართველებისთვის არის საამაყო
ერეთის ფოლკლორული ანსამბლი ჰერულა, რომელიც 2011 წლიდან მოღვაწეობს და 2016 წლიდან, როგორც მოგახსენეთ, მას სათავეში უდრას გიორგი პაპიაშვილი, კომუნიკაბელური ადამიანი, რომელიც ყოველთვის ცდილობს ხარდაჭერების მოძიებას. ანსამბლი ჰერულას მოღვაწეობის შესახებ მინდა გითხრათ, რომ ორ ხრივია ეს მოღვაწეობა, როგორც აზერბაიჯანში, ასევე საქართველოში და მისი შემადგენლობაც სწორედ ორი ქვეყნის მოქალაქეებისგან არის წარმოდგენილი, როგორც აზერბაიჯანის, ასევე საქართველოს მოქალაქეებისგან. აზერბაიჯანში, კერძოდ კახის რაიონში, კერძოდ მთლიანად ჰერეთში ზოგადად ანსამბლი ეწევა ფოლკლორის და ზოგადად ეთნოგრაფიული ტრადიციების მოძიების საველე სამუშაოებს, ხოლო საქართველოში ეწევა ამ მოძიებული მასალების პრეზენტაციისა და პოპულარიზაციის სამუშაოებს. იგივე პოპულარიზაციის კუთხით ჩვენი ამ სასიკადულო ანსამბლის მოღვაწეობა მნიშვნელოვანია თვით აღნიშნულ კუთხეში. თუმცა აი ამ დარბაზებში ნამდვილად ვერ ხდება ჩვენი კონცერტის გამართვა, რამდენ სამწუხაროდ არ უნდა იყოს. საქართველოს ყველა რეგიონში თითქმის კონცერტი გვაქვს გამართული, მაგრამ ჩვენს რეგიონში ვერა, იმიტომ რომ დარბაზი არ არის. ანსამბლის მნიშვნელობის შესახებ 2016 კითხვით ვფიქრობ, ყველაზე ისეთი მომენტი რომ გამოვყო მნიშვნელობა გამოჩნდება თუ აღნიშნავთ, რომ 2010 წელს, 2010 წლის იანვარში, როდესაც ყოფილი ანსამბლი ჰერეთის ერთადერთი ქართული ლაზარემ შეწყვიტა მოქმედება, მას შემდეგ გაჩნდა ჩვენს რეგიონში დიდი იმედგაცრუება და ნიჰილიზმი. იყო მოლოდინი იმისა, რომ გარკვეულწილად ჩაკვდა და არ იყო მოლოდინი მოკლედ ანსამბლის დაარსების, მაგრამ ძალიან დიდი მოადრობელი ვარ მე იმ ბიჭების, რომლებმაც თავის წარმოუდგენელი თავგანწირვის ხარჯზე თავის თავზე აიღეს და გვერდში დაგვიდგა მაშინ 2011 წელს და იქიდან მოყოლებული თავის ყოველგვარი შემოსავლისა და ყოველგვარი მატერიალური ხარდაჭერის გარეშე დღემდე თქვენ თუ გადაავლებთ ანსამბლ ჰერულას ვებგვერდს, აღმოაჩენთ, რომ ძალიან დიდი ინტენსივობით მუშაობს ეს ანსამბლი, არ ჩამოვარდება ისეთ ანსამბლებს, სუბიექტურად რომ ჩამოვართმევთ, მაგრამ ვიტყოდი, რომ აღემატება კიდევაც, რომლებიც ფინანსდებიან, იმიტომ რომ ჩვენ ამ ანსამბლს ამოძრავებს უფრო მეტად შემართება, ვიდრე მხოლოდ მატერიალური დაინტერესება და გარკვეული კომპონისტური მიდრეკილებები. ასევე აღნიშნავ, რომ ამ ანსამბლსაც ჭირდება გარკვეული ხარდაჭერა, რომლის დასაბუთებული მოთხოვნა 100 გვერდიანი დასაბუთებული მოთხოვნა დევს დღევანდელ დღეს საქართველოს კულტურის სამინისტროს სამუშაო კომიტეტს. მაგრამ ყურადღებისთვის. მადლობა ბატონო ვასილ, ჩვენი უწყება იცნობს ყველა ამ პრობლემას და ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობთ ამ მიმართულებით და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ერთობლივი კოორდინირებული მუშაობა იმ პრობლემებისადმი, რომელიც თქვენ პრეზენტაციაში ხონდა წარმოდგენილი, ამიტომ წარმოაჩენთ კორესპონდენციის დონეზე არ იყო ჩვენი თანამშრომლობა და თავაზობ პროექტს ასევე შეხვედრაც, რომ განხილვის აქტუალური საკითხები, რაც არის როგორც კულტურის, ასევე განათლების მიმართულებით რეგიონში. კითხვები, კომენტარები, პირველ რიგში მადლობა ამ ისტორიულ კუთხეში ქართულ ფესვებს რომ ინარჩუნებთ. ბატონო ვასილ, თქვენთან ესეთი კითხვა მაქვს სამწუხაროდ ჯერ ჰერეთამდე, ანუ ჩვენ ეს ბოლო წლების მანძილზე ეთნიკური უმცირესობების
საკუთარი ინიციატივით ვცდილობთ ეთნიკური უმცირესობების პროექტები გამახორციელოთ მუსიკის სფეროში. ეთნომუსიკოლოგია სხვა დარგებთან შედარებით ისტორიასთან და ეთნოგრაფიასთან გაცილებით გვიან იწყებს ყველგან. არა მხოლოდ საქართველოში, მსოფლიოში ხოლმე რაღაცის კვლევას და თქვენ შემკრებლობით საქმიანობაზე გვესაუბრეთ. ხო ვერ გვეტყოდით მცირედი თქვენ არქივზე, აი ყველაზე ძველი შრე თქვენი აზრით, ის რაც თქვენს მიერ შეკრებილი ეთნოფორების გამოიძებნება, მოიწია ანუ რამდენად არის ამის საშუალება, მაგალითად სპეციალისტის დაინტერესების შემთხვევაში, თუ შეგიძლიათ გაუზიაროთ თქვენი არქივი და თქვენი ვარაუდით ყველაზე ძველი შრე რომელი წლების შეიძლება იყოს, რაც გავთ. მადლობა ამ შეკითხვისთვის. სიმართლე გითხრათ, ველოდი ამ შეკითხვას თქვენგან და კარგი იქნებოდა ქალბატონი მიდაცხოვეთ იყო. ამ კვლევების შესახებ სიმართლე რო გითხრათ, როგორც ასეთი კვლევა არ ჩატარებულა, კვლევები ვახსენე ჰერეთის სახლის კონტექსტში, რომელიც შეეხებოდა ისტორიულ ნაწილს, ხოლო რაც შეეხება ეთნოგრაფიულ და ფოლკლორულ ნაწილს, მოხდა გარკვეული დაზვერვითი სამუშაოების შესრულება და პროექტის სახით ვაპირებთ შემოვიტანოთ თქვენთან ზუსტად აი ამისი ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი ძალიან აქტიურად უჭერს ამ ტიპის პროექტებს და ასევე ფონდი ქართული გალობი, რომელსაც წარმოადგენდა კონსერვატორია. აი სიძველესთან დაკავშირებით თუ მოგეგულებათ ისეთი ეთნოფორები, თუნდაც აი მე-20 საუკუნის მეორე ნახევრის სურათს მაინც რო გვიჩვენებს. ძალიან მოკლედ რო არ გავაკეთებ. მრავალხმიანობას თუ გულისხმობთ არა? არ გულისხმობ მრავალხმიანობას. უფრო ადრინდელი ძოღონ ზეპირსიტყვიანი გადმოცემით და ჩვენი ანსამბლი მათ შორის უფრო ადრინდელს მე-20 საუკუნის პირველი ნახევრის პერიოდში გაჟღერებულ ჰერეთში გაჟღერებულ ეთნოფორს რეპერტუარში იღებს. ანუ საარქივო მასალა გაქვთ, ასე ვთქვათ, საკუთარი ძალებით მოპოვებული. გვაქვს ეს საარქივო მასალა, უბრალოდ არის გარკვეული ის ამ საარქივო მასალაზე ერთგან ინახება, სადაც თუ გავაჟღერებთ, შეიძლება დაიკარგოს და ამიტომ ვერ ვიტყვი. არა, გასაგებია საწყის რა თქმა უნდა საჯაროებას არ თუ ძალიან მოკლედ რო გითხრათ, ის მოლოდინი, რომ ჩვენ ყოველთვის ვეძებთ მრავალხმიანობას, ჩვენ ამაზე ბევრჯერ გვისაუბრია ფორუმებზეც კიდე სპეციალისტები. არის მცდარი ცხადია, იმიტომ რომ იქ სადაც არ შენარჩუნდა მრავალხმიანობა, ეს არ ნიშნავს, რომ არ შენარჩუნდა ტრადიცია. პირიქით. მონოდიური კულტურების გავლენით ეს იგივე სურათი გვაქვს თურქეთშიც და თქვენთან გაცილებით გრძელვადია პროცესი. არქივის გადარჩენის საშუალება არის და მისი საქართველოს ასე ვთქვათ, ანუ არქივი, რომელიც თუ არ გაცოცხლდა, გზა არის მისი გადარჩენის არის გაცოცხლება იმ რეპერტუარის, რაც არის. მაგას შეგვიძლია მე ორივე ნაწილზე გიპასუხებ. პირველი მრავალხმიანობას რაც შეეხება, ეს ფიზიკურად ვერ მოხდებოდა, იმიტომ რომ მრავალხმიანობა რომ იყოს მინიმუმ 3 ადამიანმა ერთდროულად უნდა იმღეროს, რაც ერთ-ერთი შემთხვევაში იქნებოდა გამორიცხული, იქ შექმნილი ისტორიული რეალიებიდან გამომდინარე, იქიდან გამომდინარე, რომ ტრადიციული კულტურა იყო მე-17, განსაკუთრებით მე-18 საუკუნეში და მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში დაბუდებული, ვაკრძალული და შესაბამისად ვერ მოხდებოდა 3 ადამიანის ერთად შეკრება და სიმღერა. ეს არის მიზეზი იმისა, რომ მრავალხმიანობა როგორც ასეთი არ არსებობდა მე-20 საუკუნის მეორე ნახევრამდე. რაც შეეხება ეთნოფორს და არქივს, რომ გითხრათ, რომ ძალიან დიდი არქივი არ არის, ძალიან მცირე ისინია, მაგრამ ძალიან კარგ მასალებს დაზვერილი გვაქვს და ამ საგრანტო პროექტის სახით აუცილებლად შემოვიტანთ თქვენთან და ძალიან კარგ პროექტს თავდებთ საბოლოო ჯამში. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი შენაძენი ქართული ფოლკლორისათვის, მე ასე იმაჩნია. რომ არ გამგზავნდეს უბრალოდ აი ყველა ჩვენმა გამოცდილება რამდენად დარგს არც თუ ისეთი რაოდენობრივად მცირე რაოდენობის სპეციალისტები ყავს, მაგრამ გამოცდილება გვიჩვენა ის, რომ როდესაც ადგილობრივების ჩართულობა არის ძალიან მაღალი, შედეგი არის ყოველთვის, იმიტომ რომ შედეგი არ არის ის, რომ მხოლოდ რაღაცა დავაკონსერვოთ და შევინახოთ, არამედ ის, რომ ვეცადოთ გავაგრძელოთ თაობისთვის გადაცემით.
ძალიან დიდი მადლობა და დანარჩენს პირადად მე გაგიზარდე. კი ბატონო, ორნაწილიანია, როგორც ეს თქვით, ერთი მოძიება და მეორე გაწოცხლება პოპულარიზაცია. ერთი პატარა კითხვა ეს საზოგადოებისთვის საჯაროდ. ჰერეთის მოსახლეობა ისთვის რამდენად მნიშვნელოვანია, რამდენად საჭიროა თქვენი ტიპის ანსამბლი? საერთოდ არ არის საჭირო. რატომ არა ხო? ანუ როგორც აღნიშნე, ეს არის დღევანდელ დღეს შეიძლება ითქვას ერთადერთი სიამაყე, როდესაც ეს ანსამბლი იმდენად რამდენადაც ძალიან აქტიურად ჩნდება ყველა რეგიონში, საქართველოში, აზერბაიჯანში ცოტა ნაკლებად გვაქვს შესაძლებლობა, მაგრამ შესაძლებლობის ფარგლებში მაინც ვატარებთ გარკვეულ ღონისძიებებს, მათ შორის იმ ამ კულტურის სახლშიც კი ვატარებთ ღონისძიებებს და ვიდეოფილზეც ვიღებთ, მაგრამ უკეთესი, რა თქმა უნდა, აჯობებს. რაც შეეხება ამ კულტურის სახლს, გვაქვს გარკვეული მოლოდინი, იმდენადაც თებერვლის თვეში ჩვენ დავძარით ეს საკითხი, უფრო საჯაროდ სახალხოდ და გარკვეულ შეპირება მივიღეთ, რომ აგვისტოს თვეში მისი გარემონტება მოხდება. ხოლო თუ იმ შემთხვევაში თუ არ მოხდება, გარკვეულ ზომებს მიმართავთ ალბათ და გამოჩნდება როგორ იქნება. დაველოდოთ აგვისტო ძალიან მალე მოვა. მადლობას გიხდით. ძალიან დიდი მადლობა დანარჩენზე მე. მადლობა თქვენ შეკითხვისთვის. დიდი მადლობა ბატონობას კიდევ ერთხელ. პრეზენტაციისთვის დიდი მადლობა თვითონ ჩვენთანაც. მოდელისთვის წარმოქმნილი პრეზენტაციისთვის და დისკუსიისთვის. დღევანდელი დღე ასრულდება ამის ეხლა უკვე ოფიციალური მიღება საგარეო საქმეთა მინისტრის ბატონი დავით ზალკალიანის სახელით, ხოლო ჩვენს მუშაობას თემატურ ჯგუფებში ვაგრძელებთ ხვალ დილიდან 10 საათზე და სამი ძალიან საინტერესო პრეზენტაცია გველოდება ასევე, რომელსაც წარმოგვიდგენს ქედევან გუმბაძე დილიდან, ნინო რაზმაძე და ბაია ჟუჟუნაძე და ასევე გიორგი ჭეიშვილი და ნანა კვიციანი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოდან. ანუ არ ვემშვიდობებით ერთმანეთს, შევხვდებით ხვალ დილით. უღრმესი მადლობა კიდევ. უღრმესი მადლობა.